ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ფასები, კვირის მთავარი ეკონომიკური თემა, სტუმართან ერთად. ეკონომიქსი, რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში. ბიუჯეტში 500 მილიონიან დანაკლის მთავრობა გადასახადების გაზრდით აბალანსებს არის თუ არა ხელისუფლებაში ერთიანი პოზიცია მთავრობის რადიკალური რეფორმები ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თუ მოსახლეობის გაღარიბებისთვის. კვირის მთავარი ეკონომიკური თემით პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მთავრობას რადიკალური რეფორმების დაანონსების შემდეგ თავის მართლების რეჟიმში უწევს საუბარი. სამთავრობო გეგმის განხორციელებაზე გიორგი კვირიკაშვილი სრულ პასუხისგებლობას იღებს. ოპოზიცია კი პრემიერსა და ქუმსიშვილს შორის დაპირისპირებაზე აკეთებს აქცენტს. მომავალ წლის ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება პარლამენტში მომავალ კვირას მოხდება. ოპოზიცია ხმაურიან განხილვებს აანონსებს. უკვე ვიცით, რომ მომავალი წლიდან მთავრობა რამდენიმე სახეობის პროდუქტზე აქციზის გაზრდას გეგმავს. თამბაქოზე აქციზის 60 თეთრით იმატებს. მთავრობის ვარაუდით ამით საბიუჯეტო შემოსავლები 200 მილიონი ლარით გაიზრდება. მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდით მთავრობა დამატებით 45 მილიონის, ხოლო ბენზინზე, დიზელსა და ავტოსატრანსპორტო ბუნებრივ აირზე აქციზის ზრდით კიდევ 250 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს. 2017 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, ეკონომიკური განვითარების თუ გაღარიბების დოკუმენტი. დღეს ჩვენ კითხვას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკო გაგუა უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში შეგიძლია დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 292 1188 292 1199 და დასვათ შეკითხვა პირდაპირ ეთერში. მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ბატონო ნიკო, გამარჯობათ. მოგესალმებით ირმა, მივესალმები რადიო მსმენელებს და მადლობთ რომ მოწვევისათვის. პირიქით მადლობთ რომ გვითმობთ დროს. მას შემდეგ რაც მთავრობამ დაანონსა აღნიშნული ცვლილებები მთავრობის თომაზე, ძალიან ესეთი უარყოფითი რეაქცია მოყვა ამ ყველაფერს, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე თქვენი ოპონენტების მხრიდან. ბოლო 2 დღის წინ პრემიერმა კვირიკაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ არანაირი დაპირისპირება არ არის გუნდში. ეს არის გუნდის ერთიანი შეთანხმებული პოზიცია, რასაც თქვენ წარადგენთ პარლამენტში და რასაც თავაზობთ მომავალი წლიდან საზოგადოებას. მე დავიწყებ პირველ რიგში სხვა თემებზე პასუხის გაცემით, რაც თქვენ შესავალ სიტყვაში თქვით. პირველ რიგში აქ ითქვა, რომ დაახლოებით 500 მილიონიანი დანაკლისის შევსება უნდა მთავრობას აქციზის გაზრდით. იგულისხმება ესტონური მოდელი ამ შემთხვევაში. ეს არ არის, დავაკონკრეტებდი, განმარტავდი. ჩვენ ეს გადასახადების ზრდა, რომელიც წამოწყებულია, რომელიც ინიცირებულია მთავრობის მიერ, ერთ ძირითად მიზანს ისახავს. ეს არის მეოთხე პუნქტი პრემიერის 4 პუნქტიან გეგმისა, რაც არის ინფრასტრუქტურის დაჩქარება, ბუნებრივი ინფრასტრუქტურის დაჩქარება საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. დაახლოებით იგეგმება შემდეგი წლების განმავლობაში 15 მილიარდი ლარის ინვესტირება ამ მიმართულებით და უფრო კონკრეტულად რო თქვა, დაახლოებით დაჩქარების ეფექტი, რაც ჩვეულებრივ დონეზე უფრო სწრაფი დახარჯვის შემთხვევაში დაახლოებით 8 მილიარდით მეტი ეს ესტონურ მოდელს არ უკავშირდება აქციზის გადასახადის. ანუ ჩვენ გქონდა თქვა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები, არა მარტო სავალუტო ფონდთან, არამედ მსოფლიო ბანკთან და სხვა ისეთ ორგანიზაციებთან, ვინაც უნდა მოახდინოს ამ პროექტების დაფინანსება, თუმცა ჩვენი წვლილი, ესე ვთქვათ, ამ პროექტებში დაახლოებით 20% დიდი გეგმის ჩვენც უნდა გავიყოთ. ანუ რეალურად ესია ეს გადასახადების ზრდა დაკავშირებული აბსოლუტურად იმ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან, რომელიც დაანონსებულია და რომელმაც რეალურად ერთი ტონით მაღლა უნდა იყოს. რატომ ამაში კითხვა ჩდება ლოგიკური? რატომ არ იყო ამაზე საუბარი წინა საარჩევნო პერიოდში? იმიტომ რომ 8-პუნქტიანი გეგმაზე არის აწყობილი ოცნების საარჩევნო პროგრამა, იყო ყოველ შემთხვევაში. მაშინ ერთი სიტყვაც არ თქმულა თუ როგორ უნდა ყოფილიყო, მოზიდულიყო საუბარი მხოლოდ დონორებზე. არ იყო საუბარი იმაზე, რომ მოხდებოდა გადასახადების გაზრდა. ამის შემდეგ უკვე სავალუტო ფონდი ჩამოდის საქართველოში, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ ძალიან დიდი დეფიციტი არის მაღალი ბიუჯეტის და ითხოვს, რომ რამენაირად დაბალანსდეს ეს. ანუ ეს არ უკავშირდება ესტონურ მოდელს, იმიტომ რომ თითქოს გააჩნდა მოსაზრება, რომ ეს არის ბიზნესისთვის გადახდილი ხარკი, ჩვენ ხარჯი მოსასოკატოების. ესტონ მოდელს რაც შეეხება, განმარტავდი, მინდა რომ კარგად გაიგოს საზოგადოებამ, ესტონ მოდელი არის ძალიან პოზიტიური ცვლილება, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ინიცირება წლის შუა პერიოდში და ესეც დაგეგმილი იყო, რომ აქედან გამოწვეული შემოსავლების დანაკარგი უნდა დაბალანსებულიყო
მიმდინარე ხარჯების გაყინვით ან მიდადან პლუს მისი შემცირებით, რაც ესე მოხდა. რეალურად 10%-იან შემცირებას გულისხმობთ? დიახ, რეალურად ესეც მოხდა. ანუ რეალურად შემოსავლები ყოველწლიურად იზრდება და ხარჯები ჩვენ არ გავზარდეთ, უფრო მეტი შევამცირეთ, რამაც აბსოლუტურად დააბალანსა მიმდინარე ესტონური მოდელიდან გამოწვეული 100 მილიონია ხარჯების შემცირება ბატონო ნიკო და 500 მილიონზეა საუბარი. ანუ როდესაც ვადარებთ დანახარჯებს 2 წელს შორის უმჯობესი უფრო სწორი მაჩვენებელია მთავრობის ზომის გასაზომად შევაფასოთ მთავრობის დანახარჯები მთლიანში და პროდუქტთან მიმართებაში, რაც წინა წელს ჰქონდა 26% და 2016 წელს გულისხმობ, ხოლო 2017-ში გვექნება 25 დაახლოებით 25%. ანუ ეს არის დაახლოებით 1%-იანი კლება, მუშების 1%-იანი კლება, რაც არის დაახლოებით 350 მილიონი ლარის ექვივალენტი. ხარჯებს ბუნებრივი ზრდის ტრენდი აქვს, ესე ვთქვათ, მაგრამ ჩვენ ის რომ ხარჯები იქნა გაყინული, ესეც თავისთავად შემცირებას ნიშნავს. თუმცა ესეც მტკივნეული პროცესია. შემოსავლები მნიშვნელოვნად მეტად გაიზარდა და შესაბამისად ეს დანაკლისი პრაქტიკულად ამან შეავსო უფრო მეტიც. დაახლოებით ჩვენ 600-700 მილიონი ამ ღონისძიებებით იქნა დაზოგილი, რამაც დააბალანსა მაშინ რატომ ვთქვით გადასახადებს? ის მე თავიდანვე გაგეცით პასუხი, გადასახადების ზრდის ერთადერთი დანიშნულება არის დაახლოებით 15 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელების სურვილი, რომელიც ჩვენ გვაქვს მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეკონომიკური განვითარება ესეც დართულად აი უფრო მარტივად რო ავხსნათ ჩვენს მსმენელს, რომ გადასახადებს ვდით იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები დავაფინანსოთ და ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკაზეც. აუცილებლად. ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიზანი ის ხო არ არის, რომ მარტო გზა იყოს, ანუ ინფრასტრუქტურული და გზა გვინდა სწორედ ეკონომიკის განვითარებისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ინფრასტრუქტურის ზრდით, მოკლედ, შემდგომი გასული რამოდენიმე წელი და შემდგომი რამოდენიმე წელი ეს არ იქნება ამ რეგიონში მაღალი ეკონომიკური ზრდის გარემო, ანუ შენარჩუნდება, ალბათ არსებობს ესეთი პროგნოზები, რომ შენარჩუნდება რეგიონში ისეთ დაბალი ეკონომიკური ზრდის გარემო, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში განვითარდა. ამიტომ ჩვენ გვინდა რაღაც რადიკალური ღონისძიებები. ეს რადიკალური ღონისძიებები სწორია, რომ მიმართული იყოს ინვესტიციების ახალისებისათვის. როგორც კერძო ინვესტიციების, ისე სახელმწიფო ინვესტიციების დაჩქარების კუთხიდან. კერძო ინვესტიციების მიმართულებით გადავდგით ეს ესტონური მოდელი, რომელმაც რეალურად მნიშვნელოვნად უნდა წაახალისოს კერძო ინვესტიციები და ასევე ღონისძიებები იქმნება სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების დაჩქარებისათვის. ეს ორივე ღონისძიების საბოლოო შედეგი არის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება. თქვენ ერთი შეკითხვა დავსვით და მინდა მასაც გავცე პასუხი. ეკონომიკური ზრდა და ის ჩვენი საგადასახადო ცვლილებები რამდენად თანხმედრაშია ერთმანეთთან. ხშირად ისმება ეს შეკითხვა და მინდა გავმარტო. როგორც წესი, აქციზის გადასახადი, არაპირდაპირ და სხვა არაპირდაპირი გადასახადები, განსაკუთრებით აქციზი, ითვლება ეგრეთ წოდებულ ზრდისადმი, ეკონომიკური ზრდისადმი მეგობრულ გადასახად, ესე უწოდებ, ეგრეთ წოდებულ growth friendly გადასახადად, ანუ მისი ზრდა განსხვავებით პირდაპირი გადასახადებისაგან უფრო ნაკლებად ახდენს გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე. ანუ ჩვენ შევარჩიეთ საგადასახადო პოლიტიკის ისეთი მოდელი, რომელიც საგადასახადო ტვირთის შემცირებით მოგების გადასახადის კუთხით მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება ეკონომიკურ ზრდაზე და ზრდით ისეთ გადასახადს ძირითადად ეს არის ძირითადად კი პრინციპში ეს არის იმპორტული პროდუქტები, ზრდით ისეთ გადასახადს, რომელიც ეკონომიკის ზრდაზე დამაზარალებელი არ იქნება. ხო, მაგრამ დამაზარალებელი იქნება მოსახლეობის აქციის გადასახადის გაზდა თავისთავად გამოიწვევს ფასების გაზდას, რაც უკვე დაიწყო მართალია. დიახ. ეს თავარია ოპონენტების თავარი კრიტიკის ეს არის, რომ ფასების დაიქნება, რაც საწოლზე ფასების და ავტომატურად იწვევს შემდეგ სხვა რაღაცებზე ფასების გაზდას. ბუნებრივია ალბათ
დამერწმუნებით, რომ როდესაც ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ეს ყველაფერი გაანალიზებული იყო, მათ შორის ფასებზე ეფექტი, მათ შორის ყველა თითოეულ დარგზე რა გავლენა ექნებოდა და ესე შემდეგ. ბუნებრივი ექნება ამას ფასებზე ეფექტი. ჩვენი შეფასებით ეს არის დაახლოებით 0.7-0.8% პუნქტი ინფლაციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვა დღეს არსებული ინფლაცია 0.2% გაიზრდება დაახლოებით 1%-მდე, თქვა თუ სხვა რამე გარემოებები არ განვითარდება. ანუ საწვავის ფასი მხოლოდ 1% შეიძლება გაიზარდოს. 0.8% პუნქტით ზრდის ინფლაციის მაჩვენებას. მოგეხსენებათ, ჩვენი მიზნობრივი ინფლაცია არის 4%, ანუ 4% მიზნობრივი ინფლაცია ნიშნავს ინფლაციის იმ დონეს, რომელიც კარგია ეკონომიკური განვითარებისთვის. და განვითარებისთვის ჩვენ გვქონდა დეფლაცია ოქტომბერში -0.2%, ხოლო ნოემბერში +0.2%. შესაბამისად ეს ორივე ძალიან დაბალი მაჩვენებელია, ვთვლით რომ საწვავის აქციის შემოტანა, რომელსაც რეალურად ერთჯერადი ეფექტი აქვს, არ იქნება თქვენ თვითონ რომ ეს იქნება 1% და თუ დღეს დავუშვათ ღირს ლარი და 80 პირობითად რაღაც საწვავი მხოლოდ 18 თეთრით გაიზრდება მეტით არა? არა, საწვავის ფასი თავად უფრო მეტად გაიზრდება, მაგრამ სამომხმარებლო ფასებში, ანუ მოსახლეობას სამომხმარებლო დანახარჯები გაიზრდება 0.7%. ანუ 25-30 თეთრიანს დას თქვენ ვარაუდოთ მომავალ წელს. შედარებით ნაკლები, ეს არის დაახლოებით 20-22 თეთრი უნდა იყოს მაქსიმუმ ზრდა, თუმცა ნახოთ. მაშინ მივყვეთ პუნქტობრივად თამბაქო. სავარაუდოდ 60 თეთრით გაძვირდება სიგარეტზე ფასი. დიახ. არ ირღვევა თუ არა ამით დავუშვათ თამბაქოს იმპორტიორთა უფლებები და რატომ კი? იმიტომ რომ ისინი ცდილობენ ბოლო პერიოდის განმავლობაში წერენ გეგმებს მოაქვთ ფინანსთა სამინისტროში და ითხოვენ რომ მთავრობამ წინასწარ რამდენიმე თვით ადრე ჩააყენოს საქმის კურსში რომ მათ ააწყონ თავიანთი ბიზნესი. რატომ მოხდა ახლა ეს სპონტანურად ეს ყველაფერი და იყო თუ არა ეს შეთანხმებული თამბაქოს მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან? მინდა გითხრათ რომ თამბაქოს აქციის ზრდა ზოგადად ყოველწლიურად არის დაგეგმილი და ჩვენ გვაქვს ყოველწლიური ზრდის გეგმა. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ჩვენ გვაქვს გარკვეული მიზნები 2022 წლისთვის დაახლოებით 4 ლარის ფარგლებში უნდა იყოს აქციზი ერთ კოლოფ სიგარეტზე და ალბათ ამისკენ სულა დაგვჭირდება. თამბაქოს აქციზის ზრდა გაცხადებული იყო კარგახნით ადრე თამბაქოს მწარმოებლებთან, თუმცა ეს აქციის ზრდა არ იყო 60 თეთრიანი მაშინ. ანუ მკვეთრი მოხდა ახლა მაგაზე საუბარი. შედარებით ნაკლებს გეგმავდით თქვათ იგივე წლის დასაწყისში, მაშინ როდესაც ქონდა კომუნიკაცია, ანუ მათ შეიძლება ქონდეთ მოლოდინი ქონდა დაახლოებით 30-40 თეთრის ფარგლებში, მაგრამ თქვათ და ეს კომუნიკაცია მათთან იყო, მაგრამ 60 თეთრი შეიძლება მათთვის ზედმეტად ეჩვენა, თუმცა მინდა გითხრათ რომ ამას აქ მეორე მხარე დღეში ქვეყანაში დაახლოებით 480 მილიონი კოლოფის სიგარეტის მოხმარება ხდება. ანუ ეს არის რომ შეემცირდება მწელოთა რაოდენობა? მაშინ რატომ გაქვთ 200 მილიონით განსაზღვრული რომ ბიუჯეტ შემოსავალი შემოვა? გიპასუხებ. ეს არის დაახლოებით 1.200.000 კოლოფის სიგარეტი დღეში, ანუ დაახლოებით 3.700.000 მოსახლეობის მქონე საზოგადოებისთვის და 1.200.000 არის ძალიან დიდი. რაც შეეხება მოხმარებას, მოხმარების შემცირება პრაქტიკულად ამ ღონისძიებებიდან ყოველწლიურად ხდება. ჩვენ ესე ვთვლით, რომ წინა წლებში დაახლოებით 5%-იანი შემცირებები ჰქონდა მოხმარებაში. ამ წელს მომავალ წლიდან ვარაუდობთ, რომ მოხმარების შემცირება დაახლოებით 10% იქნება და ეს 10% ბუნებრივი არ არის გასაგებია. ანუ ესე იგი მივდივართ იქამდე, რომ აქციზის გაზდა არ უკავშირდება შემოსავლების გაზდას, პირიქით ეს არის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გათვლილი. თქვენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ხარ და ამიტომ და არა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ამიტომ ზოგადად აქციზის შინაარსი არის მარეგულირებელი დატვირთვა, ანუ
ის აქციის გადასახადები არსებობს მხოლოდ იმ პროდუქტებზე, რომელიც მავნეა ჯანმრთელობისათვის. ანუ არ არის სწორი თქვა იმ პროდუქტებზე აქციის შემოღება. ამაზე საუბრობენ, რომ კონტრაბანდა გაიზრდება და მომხმარებელი მწველთა რაოდენობა არ შემცირდება, იმიტომ რომ პირიქით გადავა მომხმარებელი იაფიან სიგარეტზე, ძალიან შორტად გვიყვანს ამაზე საუბარი, ცოტა დრო გრჩება და ამიტომ მე სხვა ბევრი თემა მინდა მოვიცვა. ავტომობილებთან დაკავშირებით ამანაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ბაზარზე ბიზნესმენებს შორისაც, ასევე ვისაც უკვე ავტომობილი ყავს და ქონების გადასახადის გადამხდელია, როგორც გაირკვა მომავალი წლიდან მას ავტომობილზეც მოუწევს გადასახადის გაზრდა, თუმცა ამ ყველაფერზე ჩვენ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ, დაგველოდეთ. თავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ, შეგახსენებთ, რომ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის, სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს, ჩვენ გადაცემის სტუმარია ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკო გაგუა. 292 1188 292 1199 ეს არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრები, შეგიძლიათ უკვე დაგვირეკოთ და დასვათ შეკითხვა. ბატონო ნიკო, ჩვენ გავაგზავნოთ საუბარი ავტო იმპორტიორებთან და მსუბუქ ავტომობილებზე აქციის განაკვეთი იზრდება, საიდანაც მთავრობა ელოდება დამატებით 45 მილიონს. ამაზე უფრო კონკრეტულად რომელ ავტომობილებს შეეხება ეს? ძირითადად ეს ეხება ძველ ავტომობილებს, ანუ უფრო ისეთ ავტომობილებს, რომლების გამონაბოლქვი და ესე ვთქვათ, ზიანი ეკოლოგიას გაცილებით უფრო დიდია. დაახლოებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენთან ავტომობილების წმინდა იმპორტი, ანუ იმპორტს მინუს ექსპორტი, რაც ქვეყანაში რჩება, დაახლოებით არის ორჯერ გაზრდილი, რაც რეალურად საკმაოდ ნეგატიურად აისახება არა მარტო ეკოლოგიაზე, არამედ ზოგადად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე. ანუ გვიზრდის იმპორტს, გვიზრდის ვალუტის გადინებას. დაახლოებით აქაც თქვენ შეკითხვა ველოდებით თუ არა ამ ღონისძიებიდან რაღაც მოცულობების შემცირებას, დიახ ველოდებით, დაახლოებით 28% იყო ჩვენი პროგნოზით შემცირების პროგნოზი ამ ღონისძიებებიდან გამომდინარე, ანუ იმედი გვაქვს, რომ ამ ღონისძიებით უფრო ახალი ავტომობილების მოზიდვა შევძლებთ, განახლდება ავტოპარკი, ბუნებრივია დრო და დრო ეს ერთ წელიწადში ვერ მოხდება, მაგრამ ვაჩენ სტიმულებს უფრო ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების. ანუ ახალ ავტომობილებზე აქციის გადასახადი დაბალია? შედარებით, რომ ახალ ავტომობილებზე აქციის გადასახადი გაცილებით დაბალი და კიდე ერთ მომენტს, რასაც მინდა ხაზი გაუსვა და ჩვენ ავტომობილებზე არ გვაქვს DRG-ს გადასახადი, იმიტომ რომ რთული ავტომობილის ღირებულების დადგენა, ამიტომ გვაქვს აქციზი, რომელიც მოტორის კუბატურაზე დაყნობით გამოიანგარიშება და საბოლოო ჯამში გამოდის ისე, რომ ის აქციზი საგადასახადო ტვირთი თითო ავტომობილზე არის მნიშვნელოვნად ნაკლები ვიდრე ნებისმიერ სხვა პროდუქტზე. ნებისმიერ სხვა პროდუქტზე საგადასახადო ტვირთი არის 18% DRG-ის სახით, მაშინ როდესაც ავტომობილებზე ეს საგადასახადო ტვირთი გაცილებით მნიშვნელოვნად ნაკლებია, თქვა 10-11%-ის ფარგლებში. ერთ-ერთი ამოცანაც იყო სწორედ გამოთანაბრება, უფრო სწორი დაბეგვლა და უფრო სამართლიანი დაბეგვლა. ანუ თქვით რომ არ არის სამართლიანი, პირობითად ავტომობილი იბეგრებოდეს დაახლოებით 10%-იანი განაკვეთით, მათ შორის მაშინ როდესაც სხვა პროდუქცია უფრო ნაკლებად. ანუ ეს თავისთავად გამოიწვევს ავტომობილების ფასების გაზრდას. ანუ ამასაც აცხადებთ ღიად, რომ ამასაც ვაცხადებთ ღიად. ბუნებრივია ეს გამოიწვევს ავტომობილების ფასების ზრდას, ბუნებრივია იმდენი იმპორტი ვეღარ გვექნება, შესაბამისად რამდენიც იყო წინა წლებში. დაახლოებით იმპორტის მოცულობა შემცირდება 28%-ით, როგორც აღნიშნე და იმპორტის მოცულობა კიდევ გამოვადები მნიშვნელოვნად დაახლოებით ორჯერ გაიზარდა ბოლო 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად ვთქვით, რომ ეს ქვეყანაში და დავასწროთ, რომ მარჯვენა საჭიან ავტომობილებზე გასამაგდება აქციზის გადასახადი, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება გაყიდვა ავტომობილის. ასე გამოდის. ფაქტობრივად მარჯვენა საჭიანი ავტომობილები რენტაბელობას კარგავს, ანუ ეს პრობლემაც არის ზოგადად საზოგადოებაში და ეს საკმაოდ ინტენსიურად იქნა შესწავლილი ფოკუს ჯგუფებში ეს ავტომობილი, განსაკუთრებით მარჯვენა საჭიანი ავტომობილების პრობლემები და ეს ყველაფერი არ ეხება, ვისაც ყავს უკვე იმათ. ბუნებრივია, ეს არ ეხება, ვისაც ყავს.
და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა შეიძლება ითქვას ის არის ეგრეთ წოდებული ლარიზაციის გეგმა, რამაც გამოიწვია ძალიან დიდი აჟიოტაჟი და ასე ვთქვათ, იმ საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გადასახადის გადამხდელების თუ რატომ უნდა დააფინანსონ მათი ჯიბიდან რატომ უნდა მოხდეს იმ განსხვავების დაფარვა, რასაც ხელისუფლება გეგმავს 65 მილიონია გათვალისწინებული ამისთვის ბიუჯეტში. გარდა ამისა გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი გეგმა დედოლარიზაციის ღონისძიებებთან დაკავშირებით, სადაც რამდენიმე ბუნდოვანება არის ნამდვილად და ამაზე დაზუსტვის შემდეგ უფრო კონკრეტულად გითხავთ, რატომ მოიფიქრა მთავრობამ, რატომ გონია რომ ეს არის გამოსავალი ლარიზაციის გეგმა? კონვერტირება სესხების ერთი მიზეზიდან გამომდინარე. ჩვენ ვამბობთ რომ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ რომ ლარის გაუფასურება რეალურად ეს საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე არის და ჩვენ ვერ გვექნება განსხვავებული სავალუტო კურსი. განსხვავებული სავალუტო კურსი ჩვენი მეზობლებისგან პრაქტიკულად იმიტომ რომ ისინი არიან ჩვენი სავაჭრო პარტნიორები და ჩვენ სხვა ტრაექტორია ჩვენ სავალუტო კურსს ვერ ექნება, თუმცა ჩვენ არ ვიტყვით და ვერ ვიტყვით რომ პასუხისმგებლობას იმ პირების მიმართ, რომლებსაც მნიშვნელოვნად გაეზარდათ დანახარჯების სესხის მომსახურებაზე და მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ეგრეთ წოდებული განკარგვადი შემოსავლა, ვერ ვიტყვით რომ მათ წინაშე პასუხისმგებლობას არ ვხდეთ. ანუ სწორედ ის რომ მათ წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, იყო ამ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მიზეზი. გარდა ამისა, მიზნობრიობა, რომელიც ჩვენ განსაზღვრეთ, ეს არის დაახლოებით 40,000 აშშ დოლარზე ნაკლების სესხებზე. ანუ ეს არის ის კატეგორია, რომლებიც რეალურად არ ქონდათ შესაძლებლობა თავის დროზე აეღოთ სავალუტო რისკი, მათთვის არჩევანიც, როდესაც ბანკში მიდიოდა შედარებით მცირე ზომის სესხებზე, მათთვის არჩევანი ლარში აეღოთ თუ დოლარში აეღოთ რეალურად არ არსებობდა. სახელმწიფოს მხრიდანაც ესე ვთქვათ სავალუტო რისკის პრობლემების იდენტიფიცირება არ მოხდარა და განსხვავებით უფრო მსხვილი სესხების მფლობელებისგან ჩვენ ვთქვით რომ ეს მსხვილი სესხებლებისთვის გაცილებით უფრო მეტი ალტერნატივა იყო, მეტი შესაძლებლობა იყო ლარებში, ან მათ არჩევანი ჰქონდათ. პროცესს ვინ დაადგენს რომ ლარში გადაყვანის შემთხვევაში რამდენი იქნება პროცენტი, ანუ კალკულაცია თუ არის გაკეთებული, ვინ რჩება ამ შემთხვევაში მოგებული ბანკი თუ მსესხებელი? სახელმწიფოზე აღარ ვსაუბრობ უკვე, იმიტომ რომ დაზარალებულია 65 მილიონით. მაგ თემასაც შევეხები, რაც შეეხება პროცენტს, ჩვენ მე ზუსტად პროცენტს ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ ეს არის ის პროცენტი, რომელიც ბაზრის პრინციპით დგება, ჩვენ ვერ დავაწესებთ. ხო, მაგრამ პროგნოზი გაიზრდება, შემცირდება ლარში, ანუ საშიშროება დგას, როგორც ექსპერტ სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ყოველფრის განხორციელების შემდეგ ლარზე საპროცენტო განაკვეთი მოიმატებს. ლარზე საპროცენტო განაკვეთის მოკლების შემცირების ტენდენციას ველოდებით. ბოლო წლის განმავლობაში რეალურად ეს ტენდენცია გრძელდება, რომ ლარზე საპროცენტო განაკვეთები განსაკუთრებით ეს ეხება იპოთეკურ სესხებს, უძრავი ქონების უზრუნველყოფის სესხებს და ეგრეთ წოდებულ რეფინანსირების განაკვეთზე მიმულ სესხებს, ამ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მცირდება. იპოთეკური სესხი თითქმის არ გაიცემა ლარში. და ჩვენ ის 33 იპოთეკური სესხებიც გაიცემა ლარში, არის იპოთეკური სესხები გაცემული ლარში. დაახლოებით თუ გახსოვთ, იყო პერიოდი დაახლოებით 2 წლის წინ, როდესაც იპოთეკური სესხები უფრო დანაკლები პროცენტით გაიცემოდა ლარში ვიდრე დოლარში, ბანკები აქტიურად არეკლამებდნენ. ბოლო პერიოდში არა, პირიქით დოლარში უფრო დაბალია პროცენტი ვიდრე ლარში. დიახ, დავამთავრებ. ანუ რეალურად ლარიზაციის ამოცანაც ეს არის, რომ ლარში საპროცენტო განაკვეთები იყოს კონკურენტული დოლართან მიმართებაში. რაც არსებობდა დაახლოებით იმ პერიოდში, როცა ვახსენე და რეალურად ამის დაბრუნება გინდა. და მონიტორინგს ვინ გაუწევს ამ პროცესს? მონიტორინგს გაუწევს ეროვნული ბანკი. და ეს არის ნებაყოფლობითი. ეს არის ნებაყოფლობითი ადამიანს, რომელსაც არ სურს პროექტში მონაწილეობის მიღება, მას აქვს სრული ამის უფლება, რა თქმა უნდა. ამ განცხადების პროექტში არ მონაწილეობით ის პრაქტიკულად აცხადებს, რომ სავალუტო კურსის რისკი სულად უნდა მას აიღოს თავის თავზე. ამ პროცესში სავალუტო კურსის რისკის აღებით მან შეიძლება მოიგოს, შეიძლება წააგებაში აღმოჩნდეს, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილია. და კომერციულ ბანკებთან თუ კონდათ კონსულტაცია გეგმის თუ გაიარეთ მათთან დეტალები? დეტალებზე
პრაქტიკულად სამუშაო შეხვედრები იყო, ეხლაც მიმდინარეობს, ანუ და შემდეგ კვირაში ეს პრაქტიკულად ყველაფერი დასრულდეს. აქ საუბარია იმ ხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის გარემოება, რომ ლარშის ესხების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ანუ ეს პროცესი გარდა ამ პროცესისა გალარებისა ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მომავალში უკვე 100,000 ლარზე მცირე ზომის ესხები აღარ გაიცემა უკვე დოლარში. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ესხებისთვის ეს ბიზნეს ესხებსაც ეხება, ანუ არც ბიზნეს ესხი არ გაიცემა და შემდეგ არის 2018 წლიდან ეს დედოლარიზაციის გეგმაში არის ნათქვამი, რომ 2,000 ლარამდე შეზღუდვები დაწესდება ასევე. დიახ, რაც შეეხება ბიზნეს ესხებში ეს ტენდენცია რეალურად მიმდინარეობს, ანუ ბიზნესები გადადიან უფრო და უფრო მეტად ლარის ესხებში და თვლით რომ ეს ამ პროცესს დავაჩქარებთ და უფრო სწრაფად მივყვანთ იმ ადგილას, სადაც მიდის ეს პროცესი. და ლარით ფასდადებას რაც შეეხება მომავალი წლიდან და ამან გამოიწვია გარკვეული აჟიოტაჟი, თუმცა შემდეგ იყო განმარტება ეროვნული ბანკის, რომ შეუძლია ვინც არის გამყიდველი მიუთითოს ასევე ფასი დოლარში, სხვა ვალუტაშიც, თუმცა აუცილებლად პირველ რიგში ლარში. როგორ მოხდება ეს? ანუ ბინების გაყიდვა მხოლოდ ლარში იქნება თუ იქნება დოლარშიც, მაგრამ კანონი როგორ სახასიათდება? რეალურად რეგულაცია ვრცელდება პირველად ბინებზე, ანუ თქვათ იმ ბინებზე, რომელიც პირველად იყიდება აშენებულ დეველოპერის მიერ აშენებული ბინის პირველად მიწოდებისას ლარის ფასდება რომ მოხდეს ლარში. რეალურად ესეთი ბინების ანგარიშწორება ისედაც ლარში წარმოებს კანონით ესეც უნდა იყოს, უბრალოდ ესე ვთქვათ სარეკლამო განცხადებებში მითითება იქნება აუცილებლად მითითებული დოლარი. რეალურად დოლარის გამყარებიდან გამომდინარე ამან მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა ესეთ სექტორს, იმიტომ რომ თვითღირებულება დოლარში გამოხატული მნიშვნელოვნად გაიაფთა, ლარში თვითღირებულება გაცილებით უფრო სტაბილურია, იმიტომ რომ ყველა საშენი მასალები, მოსაპირკეთებელი მასალები ლარში სტაბილურია და ამიტომ ყოველ შემთხვევაში ცალსახად შეიძლება ითქვა ამ დოლარის გამყარების პერიოდში, რაც ბოლო 2 წელიწად ნახევარი მიმდინარეობდა, ლარში ბიზნესის წარმოება გაცილებით უფრო პროგნოზირებადი იყო. ხშირად ხდება ისე, რომ კომპანიებს უჭირთ ფასის შემცირება, იმიტომ რომ უკვე დოლარში დაფიქსირებული ფასი ვეღარ იღებს ბაზარი, ანუ უფრო მაღალი ფასია, შესაბამისად პირიქით ფასების შემცირება უწევთ ან სხვადასხვა მექანიზმებით, იგივე განვადებების და შაშეხავათო მექანიზმებით რეალური ფასის შემცირება, თვლით რომ ბიზნესისათვის ეს უფრო უკეთესი მოდელი უნდა იყოს. შეიძლება ეს ნაკლებად შეეხოს ისეთ კომპანიებს, რომლებსაც უცხოური კაპიტალით, შემოტანილი კაპიტალით ფინანსდება, ხშირად ესეთ კომპანიებს სავაჭრო პოზიციის დაზღვევა უწევთ, თუმცა თქვა ამ რეგულაციის შემთხვევაში თუ ესეთები არიან, უწევთ ესე ვთქვათ ლარში ბიზნესის წარმოება. და რატომ ყველაფერი ესე ერთბაშად? ანუ ძალიან ბევრი რეფორმა ხორციელდება ერთდროულად. ეს რა შეიძლება მივაწეროთ, რომ ფაქტურად შოკური თერაპია გამოვიდა ქვეყნის ეკონომიკისთვის? რა აუცილებლად არ შეიძლება და დავუშვათ ეტაპობრივად მომხდარიყო ეს ყველაფერი? ჩვენ გვაქვს რეალურად ორი მიზანი, ან ყველა ეს რეფორმა რეალურად ორ ჯგუფში შეიძლება გავყოთ. პირველი ეს არის ლარიზაცია, ანუ იგივე ესხების გალარება შეუძლებელი იქნება დოლარის ესხებზე ზღვარის დაწესების გარეშე, იმიტომ რომ ეს პროცესი არ გამეორდეს მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე და საბაზრო ეკონომიკა რეგულაციებს არსებობს. საბაზრო ეკონომიკის ჩვენ ეს ისეთი რეგულაციებია, რომლებიც რეალურად საბაზრო ეკონომიკის გაუმჯობესებისათვის ხდება, როდესაც რომ წავიკითხოთ თავისუფალი ბაზარი საბაზრო ეკონომიკის განმარტება ბოლომდე თუ წავიკითხავთ,
და არა მის რაღაც პირველ ფრაზას ბოლომდე წაკითხვის შემთხვევაში მივხვდებით რომ ეს თავისუფალი ბაზრის მოქმედებას ხელს უწყობს და არა უშლის. კიდე ონლაინ სესხებთან დაკავშირებით რო არ დამავიწეს ესეც მნიშვნელოვანი თემა პრემიერის განცხადება რომ აიგრძალება გამოიწვია ძალიან ისეთი აჟიოტაჟი აკრძალვა ხდება თუ შეზღუდვა ხდება თუ არ არის ამაზე ჯერ ასე ვთქვათ ჩამოყალიბებული პოზიცია. აქ არის რეალურად ორი მიმართულება. პირველ რიგში ჩვენ ვამბობთ რომ ზოგადად ეს ბიზნეს მოდელი რომელიც ონლაინ სესხების შემთხვევაში არის ეს არ არის ქვეყნის ეკონომიკისთვის კარგი და პირიქით ეს არის ქვეყნის რატო გადასახადებს ხო იხდიან ის დამაზარალებელი გადასახადების გადახდის მიუხედავად ეს ბიზნეს მოდელი არ ქმნის ქვეყანაში დამატებულ ღირებულებას და ახსნი რას გულისხმობ თამაში. ცოტა დრო გვაქვს ძალიან მოკლედ თუ შეიძლება. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი სესხის გაცემის პროცესში გამსესხებელმა მეტნაკლებად შეაფასოს სესხების გადახდის უნარიანობა და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნეს სესხი გაცემა. ანუ რეალურად ეს არის ერთი რეგულაცია და მეორე რეგულაცია არის ის რომ არ შეიძლება 100% განაკვეთები იყოს დაახლოებით 800% ჩვენ 100% განაკვეთებს ამით არ ვარეგულირებთ ჩვენ უფრო მეტად ვარეგულირებთ ჯარიმებს რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდ ეს მომავალი წლიდან შევა ძალაში ეს პროექტის მზადარი და დეკემბერში მე მინდა იმ კითხვით დავასრულო გადაცემა რითაც დავიწყე პრინციპში თქვენი პასუხი არ გაგიციათ არის თუ არა დაპირისპირება მართლ გუნდში აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით დაპირისპირება შეიძლება არა ასთა სხვადასხვაობა ვინ არის ყველა ერთობლივად მთელი ეკონომიკური გუნდი მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით არის თუ არა მომხრე აი ამ რადიკალური რეფორმების განხორციელებით მე შემიძლია დაგიდასტუროთ გუშინ მათ შორის იყო პარლამენტსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის შეხვედრა იქაც სულისკვეთება რაც იყო ყველა ვათვისნობიერებთ იმას რომ ის რაც კეთდება უკეთესობისათვის ხშირ შემთხვევაში ჩემი აზრით არასწორი ინტერპრეტაცია კეთდება იმიტომ რომ ის განცხადება რომ ყველა ერთად ვარ და ამის ხაზგასმა ყველა ერთ აზრზე ვარ ყველა ერთი სულისკვეთებით ვარ ამან გამოიწვია გარკვეული სპეკულაციები და ეს არასწორი ეს არის კიდევ ერთხელ ხაზგასმა რომ არავინ კითხვის ქვეშ არ აყენებს მთავრობის ფარგლებში მთავრობაში და საკანონმდებლო ხელისუფლებაში არავინ კითხვის ქვეშ არ აყენებს ამ ცვლილებების აუცილებლობას და საჭიროებას. Შესაბამისად, ანუ ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის თემა თქვენ ფიქრობთ? ეს არის პოლიტიკური სპეკულაციების თემა და გამოწვეული იმით, რომ რაღაც საკმაოდ ხშირად ვაცხადებთ ამას და ამან გარკვეული ეჭვი გამოიწვია, რაც ჩემის აზრით ანუ თავის მარშრუტის რეჟიმში თავისთავად ჩადგა ხელისუფლება ამის თქმა გინდათ? ჩვენ ვაცხადებთ დეკლარირებას ვაკეთებთ რომ ამ თემასთან ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ეს სწორია და ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ეს გაკეთდება. ეს არ არის თავისმართლება ამით გვინდა მოსახლეობაში გარკვეული იანვარში გამოჩნდება როგორი წელი გვექნება უბრალოდ და როგორი იქნება ზამთრის ეკონომიკა პირობითად რომ დავარქვათ ამას წარმატებები მინდა გისურვოთ ანუ მომავალ კვირას უკვე მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება მიღებული თორსები 14 დეკემბერს გადის სესიაზე და მანამდე გაიმართება მოსმენები ნიკო გაგუა ფინანსთა მინისტრის მოადგილე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრებით დაბრუნდებით მადლობთ ყურადღებისთვის ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ფასები, კვირის მთავარი ეკონომიკური თემა, სტუმართან ერთად. ეკონომიქსი, რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში.